pictures of the USS Porter, a United States Navy destroyer, and the Mount Whitney, the USS Mount Whitney, which is the United States Navy's flagship for the 6th Fleet. The Mount Whitney was last. Mount Whitney was last here in 2008, September, actually, in Haiti, bringing much needed humanitarian assistance to Georgia following Russia's invasion. This is a concrete example of the kind of security and defense cooperation that Georgia and the United States have built over the years. This is not just an opportunity to improve interoperability and joint coordination. It is a sign of our commitment to this vitally important geographic region and to our unwavering support for Georgia's sovereignty and territorial integrity. Vessels like this allow the United States Navy to have over-the-horizon projection of force when we need it and wherever we need it. And I think it's very significant that the Mount Whitney and the USS Porter came here to Batumi. Our sailors from the two ships have had a chance to enjoy a little bit of Georgian hospitality here in Batumi. They've been out doing some community outreach as well. They've had a chance to meet with Georgia's diverse religious faiths while they were here, and of course experience some of the wonderful Georgian hospitality. I want to thank Batumi City and of course the Ajara region for the generous support and hospitality they've afforded the ships. It's not easy to host two big vessels like this, and they did it with such flexibility and generosity. So we are really thrilled to be here. Again, the United States and Georgia's security and defense cooperation is a central pillar to our partnership. And I think this is perhaps the best demonstration we could have of how much the United States cares about Georgia's security and defense. Thank you. მოგესალმებით ყველას, ძალიან მოხარული ვარ და ჩემს დიდი პატივია რომ აქ დავხვდე ორი ამერიკული გემის ეკიპაჟს. ეს გახლავთ გემი საზღვაო ხომალდი პორტერი გამანადგურებელი და Mount Whitney, რომელიც გახლავთ ფლაგმანი გემი ამერიკის მე-6 ფლოტისა. ასევე აღსანიშნავია რომ Mount Whitney საქართველოში იმყოფებოდა 2008 წელს, როდესაც მან ჩამოიტანა ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ. ამ გემების ვიზიტი საქართველოში არის ნათელი მაგალითი იმ ძალიან ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობის და უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, რაც ჩვენმა ქვეყნებმა საქართველომ და ამერიკამ შექმნეს და ააშენეს. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს ურთიერთთავსებადობას, სხვადასხვა ძალების ერთობლივად ოპერირების საშუალებას, არამედ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ერთგულებას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართ და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აღნიშნული გემები საშუალებას იძლევა, რომ ინტეგრირებული ძალების გადამისამართება მოხდეს ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ საჭირო დროს. მინდა მადლობა გადაუხადო აჭარის რეგიონს, ბათუმს იმ სტუმართმოყვარეობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს ჩამოსული მეზღვაურების და ეკიპაჟების მიმართ. მეზღვაურებს და ეკიპაჟების წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა აცნობოდნენ ძალიან დიდად ქართულ კულტურას, ტრადიციებს, ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის შესაძლებლობა და მათ სრულიად შეიცვლეს, ასე ვთქვათ, ქართული სტუმართმოყვარეობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხელა გემების საზღვაო ხომალდების, ასე ვთქვათ, მასპინძლობა დახვედრა არ არის ადვილი. შესაბამისად, მადლობას ვუხდით მოხდილობისთვის, რაც იქნა გამოჩენილი ამის მიმართ. და
მართლაც ეს არის ყველაზე კარგი განათელი მაგალითი, რომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის კუთხით არის ნამდვილად მნიშვნელოვანი საძირკველი და მნიშვნელოვანი სვეტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებით და ეს ძალიან კარგად ჩანს. ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე რო გავაკეთოთ კომენტარი, რომ მიხეილ სააკაშვილი მოტყუებით გაიყვანეს ციხიდან და გადაიყვანეს გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში. ანუ თავისინება არ ყოფილა ეს და მოტყუებით წაიყვანეს და თან ამავდროულად იყო ძალადობის ფაქტიც. ადმინისტრაციის მხრიდან იგი მოტყუებით როცა მიიყვანეს, ძალადობრივი ქმედებებით მოხდა მისი შეყვანა ციხის პალატაში. და ეთყობა კიდევაც ძალადობრივი ანუ საფრთხოდ არ არის იმ დაწესებულებაში, სადაც ეხლა იმყოფება. კრიმინალები იმყოფებიან. The United States continues to follow very closely the imprisonment and health condition of Mr. Saakashvili, who remain concerned for his health. In light of medical team's recent assessment that he's at high risk and needs urgent treatment, as well as the public defender's statement today that Yildani Prison Hospital number 18 is not sufficient, we urge the government to ensure that Mr. Saakashvili immediately is provided with the medical care that he needs at a fully equipped medical facility. We also urge Mr. Saakashvili to please accept the recommendations of his doctors and accept the medical care that they say he needs. This is obviously a very sensitive and emotional situation. But right now the priority needs to be on addressing Mr. Saakashvili's mental health and physical well-being. It's our strong recommendation to the government to ensure that he is provided with the medical and mental health care that he needs. He should be treated fairly and with dignity in accordance with Georgian law and international standards. In any country, the government has a responsibility to protect inmates from abuse, including mental abuse, as well as providing for their medical well-being and their safety. So again, we urge the government to please ensure that Mr. Saakashvili is immediately provided with the medical and mental health care that he needs in a fully equipped medical facility. ჩვენ ყურადღებით ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკეთება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას ჭირდება დაუყოვნებლივ გადაუდებელი მკურნალობა და ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ მას გაეწიოს ეს საჭირო სამედიცინო დახმარება და ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ მთავრობას, რომ უზრუნველყოთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს ის საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში. ასევე ჩვენ მოუწოდებთ
მიხეილ სააკაშვილს რომ მიიღოს ექიმების თავისი ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს ამ რეკომენდაციებს. ცხადია, ეს არის ძალიან სენსიტიური და ემოციური სიტუაცია და ამ შემთხვევაში პრიორიტეტია რომ პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული. ასე რომ ჩვენი ძალიან ძლიერი რეკომენდაცია და ასე ვთქვათ მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება რომ მოხდეს მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება. ასევე მნიშვნელოვანია რომ მას მოეწონოს სამართლიანად და ღირსებით საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმიტომ რომ ყველგან ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ იზრუნოს პატიმრების მდგომარეობას და მათ დაცვაზე, ვთქვათ, რაიმე სახის ზეწოლათი ძალადობისგან. კიდევ ერთხელ მოუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ უზრუნველყოს მისი მკურნალობა სრულად აქტიურ სამედიცინო დაცვაზე. გასაგებია შეფასება. მაგრამ მანამდე ისევ ამ საკითხს რომ ჯერ ერთი მიშა ჯო ბაიდენის არჩევნებზე რომ არ გადავიდეთ ჯერ მიშა მოვითაოთ რა. გახსოვს ჯო ბაიდენის შეფასება იყო საკმაოდ კრიტიკული, მან გააფრთხილა პუტინი ნავალნისთან დაკავშირებით, თუ კი ნავალნის დასრულდებოდა სიკვდილი ციხეში, ეს გამოიწვევდა სავალალო შედეგებს. ეს იყო ივნისში გაკეთებული განცხადება. რადგან არის იგივე ტიპის განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატებისგან, როცა ასევე დგას სიცოცხლის რისკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ეგ არის ჩემი შეკითხვა. As I said a minute ago, Mr. Saakashvili's well-being is something that we've been monitoring very closely, and we continue to engage with the Public Defender's Office, with others, political leaders regarding his condition. As I said, right now the priority needs to be on addressing his mental and physical health, and that is why we are urging the government to ensure that he is provided with the medical and mental health care that he needs at a fully equipped medical facility. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ვაგრძელებთ ამ საკითხზე ურთიერთობას საუბარს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან და ასევე სახალხო დამცველთან, როგორც უკვე აღნიშნეთ რამდენიმე წუთის წინ, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული არის ის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სამედიცინო საჭიროებები იქნას დაკმაყოფილდეს სრულად აქტიურ სამედიცინო დაცვაზე. ერთი შეკრება. და უცილებელი. ელლა შეერთებული არა, ფაცილეს მინდა. ქართული ოცნება სახალხო დამცველის აპარატი ამბობს, რომ არის პოლიტიკურ პარტიას დაწყობს და ცდილობს დისკრიმინაციას. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი შეიძლება გააკეთოს? და იქნება ესეც რომ ოპოზიცია იქოს პერსონალურ სანქციებს პატრიოტიზმის ლიდერების მიერ. იქნება ეს ორი. ერთი და გაიწით ხალხო, გაიწით. Public Defender's Office plays a very important role in the Georgian society, as do other civil society organizations. The public defender is the defender of human rights and good governance, democratic values in any society, including in Georgia. They provide oversight, very important oversight services. I had the pleasure of meeting with the public defender's representatives here to me today, and we talked about some of the issues that they deal with here in the Jara region, including child labor, including domestic violence, including trying to raise awareness in communities, especially rural communities, about citizens' rights and responsibilities of government. I think the public defender plays one of the most important roles in any democracy, and I find the public defender's
office in DC and here today staffed by dedicated professionals. My division commended, not criticized. სათვალთვალო დამცველის ინსტიტუტი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნის განვითარებაში. ისინი არიან დამცველების უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კარგი მმართველობის და მათ აქვს ძალიან ბევრი ზედამხედველობითი ფუნქცია. რასაც აღარ არის სანქციებზე დღეს დააყენეთ. ეს ქონდა ხო სანქციებზე აუცილებლად რომ მენახა და შეხვედრა სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენლებთან და ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის საქმიანობაზე, ეს შეეხება საქმიანობას სხვადასხვა კუთხით, ბავშვთა უფლებები, ძალადობა პალესტინელებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვადასხვა საკითხზე იმ თემებზე, რასაც ისინი მუშაობენ და გაჩნია რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ქვეყანაში და საქართველოში ის დაკომპლექტებულია პროფესიონალ და თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანებით და ვფიქრობ რომ კრიტიკის ნაცვლად ის იქნება სიცხადე. და აუცილებლად ყველა სანქციებზე რა ოპოზიციამ დააყენა დღეს პერსონალური სანქციების საკითხი. რამდენად განიხილება ზოგადად ეს ამერიკული მხარის მიერ და გარემო როგორ უნდა განმოხდეს ერთ ბოლო სანქციების შესახებ სანქციებზე გითხეთ სანქციები მივიყოლეთ რა ხალხო Everyone has a role to play in თქვენ არ diffusing გესმით როგორნები has paralyzed this country for far too long. The ruling party has a special role to play to ensure that it is governing inclusively, to ensure that the media and civil society can do their jobs safely and they should do their jobs responsibly as well. And of course, all the political parties need to work together. We saw that they can. They worked together on very important electoral reform that, in a small way, did make the last elections a little bit better. There were still many violations, and that's an indication that there is more work to be done. But that work needs to be done with the parties working together for the interests of their constituents, for Georgia's interests. And I do think that if the leaders of this country put the country's interests, their people's interests first, that will be the start to ending polarization. Thank you. სანქციებზე იქნება კითხოთ ნანა რა შეკითხვას უპასუხებოდა, ამიტომ არა გითხარით რომ და პირველად დაგისვით და როგორ შეიძლება ასე რა დაუსრულდებაა ბოლო-ბოლო დამიჭირეთ რა ნანა მეორედ რომ ასე გააკეთოთ არ ვიცი რა რა შენი ბრალია შეკითხვა დავსვით დაისვა მეორე შეკითხვა და მეორე შეკითხვა დაუწევ ყველას აქვს როლი იმაში რომ განიმუხტოს პოლარიზებული სიტუაცია და ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა რომ თავის საქმიანობას შეასრულოს და ამაში შეიტანოს წვლილი ეს იქნება მედია, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ჩვენ ვიხილეთ რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებზე მაგალითად როგორიც იყო ბოლოს საარჩევნო რეფორმის განხორციელება, რომელმაც გარკვეულად ცოტათი მაინც გააუმჯობესა არჩევნები, შესაბამისად ერთობლივი მუშაობა ადამიანების და ქვეყნის ხალხის ინტერესების დასაცავად არის მნიშვნელოვანი და მათ უნდა დააყენონ წინა პლანზე ხალხის, ქვეყნის ინტერესები და ითანამშრომლონ ქვეყნის საკითხებზე. მადლობა. ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კომენტარი ბათუმში. ჩვენ ახლა ვართ ბათუმში, სანაპიროზე, სადაც ამერიკული სამხედრო ხომალდები გუში შემოვიდა და ამ ხომალდს სტუმრობს სწორედ კელი დეგანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მას დღეს ექნება ამ გემზე მიღება, აქ მოვა, როგორც ჩვენ ვიტყვეს, საგარეო საქმეთა მინისტრი
ასევე სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრის, თუმცა ის არ არის დაზუსტებული. მნიშვნელოვანი კომენტარი რაც შემიძლია გამოვყო და თქვენ მოისმენთ ახლა ეს კომენტარი ჩვენს ლაივში. კელი დეგნერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ხაზი გაუსვა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ იმ კლინიკაში, სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც იქნება აღჭურვილი იმ სამედიცინო აპარატურით, რაც სჭირდება ამ კონკრეტულ პატიმარს და ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, როგორც მან ამას ხაზი გაუსვა. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ასევე ვკითხეთ და გავახსენეთ ჯო ბაიდენის ივნისში გაკეთებული განცხადება, როცა მან პირდაპირ გააფრთხილა პუტინი, რომ სავალალო შედეგები მოყვებოდა იმას, თუ კი ნავალნი სიცოცხლე დასრულდებოდა სიკვდილით ციხეში და ვკითხეთ თუ რატომ არ არის ანალოგიურად მკაცრი განცხადებებში, თავის განცხადებებში ამერიკის შეერთებული შტატები და მათ შორის საელჩო საქართველოში მან თქვა, რომ პრინციპში მათი მოთხოვნა არის კატეგორიული, როცა საუბრობენ იმაზე, რომ სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება უნდა იყოს დაცული და სააკაშვილი გადაიყვანონ იმ კლინიკაში, რომელიც იქნება შესაბამისად აღჭურვილი, რაც სჭირდება პაციენტს. თქვენ ახლა კაცი ხედავთ აი ამ ამერიკულ სამხედრო ხომალდს, რომელიც 2 დღეა უკვე ბათუმის სანაპიროსთან დგას. ეს გუში შემოვიდა ბათუმში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის საზღვაო ხომალდი Mount Whitney. და ასევე შემოვიდა მეორე გემიც USS Porter, რომელიც მე-4 ვიზიტიცაა უკვე ბათუმის პორტში. და ის არის ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. ხომალდის სიგრძე 154 მეტრია, სიგანე კი 20 მეტრი, წყალწვა 11 მეტრი. ორივე სამხედრო ხომალდი საქართველოში შემოსვლამდე ან ბათუმში შემოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა. მე შემიძლია ეს კითხეთ ამ ხომალდებთან დაკავშირებით. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნერმა ბათუმში მოინახულეს, ეხლა ხომალდზე ავიდა და ათვალიერებს და მას აქვს შეხვედრები ამ სამხედრო ხომალდზე. მან ისაუბრა ამ ხომალდის მნიშვნელობაზე და ასევე ინტეგრაციის პროცესზე, თავდაცვის კუთხით ქვეყნის გაძლიერებაზე და კელი დეგნერმა ასევე გააკეთა განცხადებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შიმშილზე და მის გადაყვანაზე გლდანის დაწესებულებაში. როგორც ცნობილია, გუშინ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის საავადმყოფოში. როგორც სახალხო დამცველი თავის განცხადებაში აღწერს, არაერთი დარღვევა გვაქვს ახალზე, მათ შორის ის, რომ პრეზიდენტი მოტყუებით გადაიყვანეს კლინიკაში, რადგანაც ის ამბობდა და ახლაც მიიჩნევს, რომ გადავიდოდა მხოლოდ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში და მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გადაყავდათ ეგრეთ წოდებული ციხის საავადმყოფოში. გუშინ გაავრცელა პერსონალური ინფორმაცია პრინციპში პენტენცორმა სამსახურმა იმის საჩვენებლად, რომ სააკაშვილი თავისი ნებით გადადიოდა ციხიდან, თუმცა სახალხო დამცველმა დღეს აღნიშნა, რომ ის გადაიყვანეს მოტყუებით და ასევე მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა გლდანის დაწესებულებაში შესვლის დროს. ისაუბრებს სხვადასხვა დარღვევაზე სახალხო დამცველი, თუმცა მთავარი დარღვევა მაინც არის სიცოცხლის უფლების დარღვევა, რადგანაც როგორც ცნობილია კონსილიუმის გადაწყვეტილება, რეკომენდაცია, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში და არა ციხის ეგრეთ წოდებულ საავადმყოფოში, სადაც არ არის ის ტექნიკური აღჭურვილობა, რაც სჭირდება პაციენტს, ამ შემთხვევაში პაციენტ სააკაშვილს. ამას ადასტურებს როგორც სახალხო დამცველი და რამდენიმე დღის წინ გააკეთა ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა, ასევე დღეს უკვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც დაადასტურა იგივე, რასაც აქამდე სახალხო დამცველი ამბობდა, რომ რეალურად ციხის ეგრეთ წოდებულ საავადმყოფოში არ არის იმის პირობა, რომ სააკაშვილს გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და პრაქტიკულად დგინდება სამედიცინო თვალსაზრისით ადამიანის უფლებების დარღვევა. და სწორედ ამ კუთხით ისაუბრა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რომ ეს მოთხოვნა, სააკაშვილის მოთხოვნა, რომ ის გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში, იმ კლინიკაში, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო აპარატურით, ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სხვა დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება დღეს ასევე სახალხო დამცველმა თავის განცხადებაში. მან ასევე თქვა, რომ როცა გადაიყვანეს
რუსთავის მეტრომენის დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი ამ დროს შესაბამისი დოკუმენტაცია არ შეუძლია ციხის ადმინისტრაციას, რაც ასევე არის დარღვევა. ასევე საინტერესოა ის, რომ ამ წლის იანვრიდან ამ დრომდე გლდანის საავადმყოფოში, ანუ ციხის ეგრეთ წოდებულ საავადმყოფოში, რომელიც ერთადერთი საავადმყოფოა პენსიული სისტემისთვის, იანვრიდან ამ დრომდე სააკაშვილის გარდა სხვა პატიმარი ამ დაწესებულებიდან გლდანის საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ. ასევე სახალხო დამცველი საუბრობს პატიმის და ღირსების ვალდებულების შელახვაზე, საუბარია იმაზე, რომ სახალხო დამცველი წინასწარმეტყველია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ შესაძლებელია ყოფილიყო ფსიქოლოგიური ხასიათის ზეწოლა მათ შორის სააკაშვილზე გლდანის ციხეში, სადაც არაერთი ქურთული სამყაროს წევრებისთვის ბრალდებულია მოთავსებული, ასევე მსჯავრდებული და გუშინ ვნახეთ კიდევაც კადრები, როგორ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას პატიმარ სააკაშვილს პატიმრები ამ ციხეში, ანუ გლდანის დაწესებულებაში, თუმცა ამის მიუხედავად პენსიურ სისტემას არ ჩაუთვლია საჭიროდ და რომ აქ არ მიიყვანა პატიმარი სააკაშვილი, ხელისუფლება ამბობს, რომ ის ისე ექცევა პატიმარ სააკაშვილს, როგორც ნებისმიერ სხვა პატიმარს, თუმცა ფაქტები აჩენს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს და ეჭვებს, მათ შორის ეჭვებს იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნილი შეიძლება იყოს სააკაშვილი და განსაკუთრებულად ექცეოდნენ მას დისკრიმინაციულად, სწორედ იმის გამო, რომ ის ამ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ამის შესახებ საუბრობს კიდევაც ღიად სახალხო დამცველი, რომ არაერთი უფლებაა დარღვეული სააკაშვილთან მიმართებაში, მათ შორის კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის დაცვის უფლება, რადგანაც სააკაშვილი შიმშილობს უკვე მე-40 დღეა, არსებობს კონკრეტული საჭიროებები, რომ ის იყოს მოთავსებული მრავალპროფილურ კლინიკაში, ამაზე საუბრობს კონსილიუმი და არა სააკაშვილი ან მისი ადვოკატები და კონსილიუმის წევრები, მათ შორის ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ არის მოწვეული, მაგრამ კონსილიუმის ეს დასკვნა, რომ ის იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, არ კმაყოფილდება ამ დრომდე და სააკაშვილი ამ დრომდე არ გადაუყვანიათ სამოქალაქო კლინიკაში, ანუ მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაუყვანიათ. ეს საინტერესო განცხადებები გააკეთა ასევე ირაკლი კობახიძემ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, სახალხო დამცველთან დაკავშირებით. მან პრაქტიკულად თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი და ის არ არის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და მან ასევე თქვა, რომ სახალხო დამცველი ადასტურებს იმას, რომ რეალურად ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ უნდა დაიკავოს თანამდებობა. ან მან პრაქტიკულად დისკრედიტაციას სცადა პირდაპირ და ღიად სახალხო დამცველის, ნაცვლად იმისა, რომ პასუხები გაეცა კითხვებისთვის, ირაკლი კობახიძემ არჩია, რომ დისკრედიტება მოეხდინა. ყოველ შემთხვევაში ამ ცდილობას ჰქონდა ადგილი ირაკლი კობახიძის მხრიდან, როცა მან კითხვებს არ უპასუხა. საფრთხო გემთან ახლა მოვიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მე ზუსტად ვერ ვხედავ ვინ არიან. კითხვები გვინდა რომ დავისვათ და რატო არ შეიძლება? ბატონო ირაკლი. შეიძლება ხო მივახოდები? არა, სწორად ხო იგებენ? არა, ამერიკის იდეა. ბატონო ირაკლი, შეკითხვები გვაქვს თქვენთან? აქ დაცვის სამსახური ჩვენ არ გვაძლევს მიახლოების საშუალებას პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მე მინდოდა მეკითხა პრემიერისთვის აპირებს თუ არა ის ამ შემთხვევაში ელჩის მოთხოვნის გათვალისწინებას, როგორც ელჩმა აღნიშნა, სააკაშვილი, რომელიც 40 დღეა შიმშილობს, უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურეობა. თორნიკე რიჟვალძე აჯარის სამეფოს თავმჯდომარე უკვე ადის გემზე
როგორც ხვდები, თავდაცვის მინისტრი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრია აქ. თუმცა არც ისინი აპირებენ განცხადების გაკეთებას მედიასთან. პრემიერი ღარიბაშვილი ჯერ არ ასულა გემზე. ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი უკვე სამხედრო ხომალდზეა და ეს ელოდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც ახლა უკვე მოვიდნენ ბათუმის სანაპიროზე, რომ შეხვდნენ ელჩს. ბატონო ირაკლი, კითხვები გვაქვს. ბატონო ირაკლი, აპირებთ თუ არა ელჩის მოთხოვნის გათვალისწინებას? ეხლა გვაქვს ეს შეკითხვები. ლაივში ვარ ჩვენ. მიღება ზაც პრემიერ-მინისტრი თვითონ ღონისძიება. გააკეთებს განცხადებას. კომენტარზე ყოველთვის ყველა კითხავს პასუხობს. ხომაზე. იქნება დაუდგებით და ყველა გააკეთებს დღეს კომენტარებს. მოგახსენებ აუცილებლად როგორც კი მეცოდინება. ამჯერ არ იცით გააკეთებს თუ ჯერ არა? არ. კარგი. ეს პრესამსახური იყო, რომელიც კითხავს ჯერ არ იცით ღარიბაშვილმა გააკეთებს თუ არა კომენტარს. ჩვენ ჩავთვლით რომ დაგვესვა კითხვები პრემიერისთვის, თუმცა მან არ მოგვაქცია ყურადღება, ასე რომ უცნობია გააკეთებს თუ არა პრემიერი გამარტევს, მათ შორის იმაზე აპირებს თუ არა ის ელჩის მოთხოვნების შესრულებას, როგორც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან, კელი დეგნანისგან, ის ამბობს, რომ უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება უზრუნველყოფილი ის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით და შესაბამისი სამედიცინო სერვისით. ინაკეთებს განცხადება ის. ფოტოსი. ასეთი მოცემულობა ეხლა ბათუმში სამხედრო ხომალდთან, ეს არის ამერიკული სამხედრო ხომალდი, რომელიც გუშინ შემოვიდა და ხვალ დატოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს. ასე გამოიყურება ეს ხომალდი. თქვენთვის სრული გეკნება შეგვიძლიათ გამოხვიდეთ სანაპიროზე და უფრო ახლოდან ახლოთ ეს სამხედრო ხომალდი, რომელიც გუშინ შემოვიდა ბათუმში და ბათუმში შემოსვლამდე ის იყო თურქეთში. სამხედრო ხომალდზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანს აქვს მიღება, ის ხდება პრემიერ ღარიბაშვილს, ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს, საჭირო მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ახლა ავიდა სამხედრო ხომალდზე. ჩვენ კელი დეგნანი გვესაუბრა ამ სამხედრო ხომალდის შემოსვლის მნიშვნელობაზე და ქვეყნის გაძლიერებაზე, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, თავდაცვის მიმართულებით. ასევე კელი დეგნანმა დღეს შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მან პრინციპში ყველაზე მეტია და ჩვენ კითხვებით შეეხებოდა ბუნებრივია სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შიმშილს და უფლებების დარღვევას, მისი როგორც პატიმრის უფლებების დარღვევას. კელი დეგნანმა, როგორც უკვე გითხარით და ვინც ახლა შემოვარდა ჩვენს ლაივს, გეტყვით რომ კელი დეგნანმა მოითხოვა რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ისეთ კლინიკაში, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით და მოხერხდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა მიხეილ სააკაშვილისთვის, ხოლო სახალხო დამცველის შეფასებით ეგრეთ წოდებული ციხის საავადმყოფო, სადაც გადაიყვანეს გუშინ მოტყუებით მიხეილ სააკაშვილი, არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით და ჩვენ გუშინ კადრებით ვნახეთ ტრაილერზე დადებული ტომოგრაფიის დიდი აპარატი, რომლის დამონტაჟებასაც გარკვეული დრო სჭირდება.
და დღეს პრინციპში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემა სამან გაბუნიებად სხვა იგივე რასაც ამ დრომდე ამბობდა სახალხო დამცველი, რომ რეალურად ეს ტომოგრაფის აპარატი დამონტაჟებული არ არის ის შესაბამისი მაღალი ტექნოლოგიები, სამედიცინო ტექნოლოგიის აპარატი უკაცრავად ციხის ეგრეთ წოდებულ საავადმყოფოში, რაც არის საჭირო. ასე გამოიყურება ბათუმის სანაპირო დღეს, სადაც დგას სამხედრო ხომალდი, რომელიც გუშინ შემოვიდა ბათუმში და ხვალ დატოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს. დღეს 9 ნოემბერია და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ამ გემზე სამხედრო ხომალდზე იღებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს ღარიბაშვილს, ასევე თავდაცვის მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, შეხვედრას ესწრება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნი გერიჯვაძეც. კელდეგნერმა მიღების საწყებამდე გააკეთა განმარტებები მედიასთან, მათ შორის მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ იმ საავადმყოფოში, სადაც იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდება. პრაქტიკულად იგივეს ამბობს სახალხო დამცველი უკვე რამდენიმე დღეა, რადგანაც ეგრეთ წოდებული ციხის საავადმყოფოში არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა და შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომელიც სჭირდება პატიმარს და ამ შემთხვევაში კონკრეტულად პატიმარს სააკაშვილს და ასე რომ საუბარია ჯანმრთელობის კუთხით სერიოზულ პრობლემებზე და სოციალურ დაცვის უფლებაზე, რომელიც კონვენციით გარანტირებული უფლებაა და ირღვევა და დღეს პრაქტიკულად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც ნინო გაბუნიამაც დაადასტურა ის, რასაც ამბობდა ამ დრომდე სახალხო დამცველი, რომ რეალურად ეგრეთ წოდებული ციხის საავადმყოფო, სადაც სოციალურის სააკაშვილი მოტყუებით გადაიყვანეს გუშინ, არ არის აღჭურვილი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. ომბუდსმენი სხვა ტიპის არღვევებზეც საუბრობს, მათ შორის იმაზე, რომ როცა გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებიდან პატიმარი სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში არ შეუსიათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც არის კანონით სავალდებულო. ასევე საინტერესოა ის, რომ იანვრიდან ამ დრომდე, მთელი ამდენი თვის განმავლობაში, პრაქტიკულად 1 წლის განმავლობაში, სააკაშვილის გარდა სხვა არც ერთი პატიმარი არ გადაუყვანიათ რუსთავის მე-18 დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში. ანუ მიღებული პრაქტიკაა, დამკვიდრებული პრაქტიკაა, როცა პატიმარი სჭირდება სამედიცინო ჩარევა, ის გადაყავთ სამოქალაქო კლინიკაში, ან მრავალპროფილურ საავადმყოფოში, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში ეს გახდა პრობლემა ხელისუფლებისთვის და ხელისუფლება ვერ ასაბუთებს რეალურად, რატომ არ გადაიყვანა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი. დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ირაკლი კობახიძემ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ არჩია ესაუბრა იმაზე, რომ ნინო ლომჯარიას დანიშნა, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად ყოფნა რეალურად ადასტურებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ უნდა ებაროს თანამდებობაო. ანუ პრაქტიკულად ირაკლი კობახიძემ სცადა სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია და მან პრაქტიკულად ჟურნალისტების არც ერთ კითხვას, რომელიც შეეხება უფლებების დარღვევას და პოლიტიკური ნიშნით დევნას და რა კითხვებიც ჩდება ამ პროცესში, ამ კითხვებს არ უპასუხა. სახალხო დამცველმა ასევე თქვა, რომ პრობლემა არის და ის აფასებს პატივის და ღირსების ვალდებულების შელახვად სააკაშვილის გადაყვანას გლდანის დაწესებულებაში, სადაც არაერთი ქურდული სამყაროს წევრობაში მსჯავრდებული იყრის სასჯელს და სახალხო დამცველი რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ ეს ფსიქოლოგიური ზეწოლის და დაპირისპირების რისკებს შეიცავდა და არ უნდა გადაიყვანათ სააკაშვილი გლდანის დაწესებულებაში, სწორედ ამ მოტივითაც ჩვენ ვნახეთ გუშინვე ასევე კადრები, რომელიც მედიით გავრცელდა, თუ როგორ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას მსჯავრდებულები და ბრალდებულებიც ალბათ არ ვიცი, ნუ ციხიდან პატიმარ სააკაშვილს და ამის მიუხედავად ეს საფრთხე ვერ დაინახა პენიტენციურმა სამსახურმა.
და მათ პრინციპში გაავრცელეს ასევე კადრები, რომ ნებაყოფლობით გადავიდა, გადაბარგდა მიხეილ სააკაშვილი რუსთავის დაწესებულებიდან გლდანის დაწესებულებაში. ერთია და სამსჯელოა, რომ რამდენად კანონიერად გავრცელდა ის კადრები, რაც გავრცელეს, საკანში გადაღებულ კადრებს გულისხმობ და ასევე სააკაშვილი საუბრობს იმაზე, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ციხის ადმინისტრაციამ, როცა შედიოდა გლდანის დაწესებულებაში და ამ კუთხით დაწყებულია ასევე გამოძიება, რომელიც აიწყო სახელმწიფო დაცვის ინსპექტორმა და დღეს დაიწყო ეს გამოძიება. მაგრამ მეორეა, რომ სახალხო დამცველთა შეხვდა მიხეილ სააკაშვილი, მან თქვა, რომ რეალურად ეს არ იყო მისი სურვილი, რომ გადასულიყო გლდანის ეგრეთ წოდებული ციხის ავადმყოფოში და მისი მოთხოვნა იყო, რომ გადასულიყო მხოლოდ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და მის პრაქტიკულად მოატყუეს, როცა გადაიყვანეს გლდანის საავადმყოფოში. თქვენ კარგში ხედავთ ამერიკულ სამხედრო ხომალდს, რომელიც გუშინ შემოვიდა ბათუმში და ხვალ დატოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს. ორი სამხედრო ხომალდი შემოვიდა სულ, რომელიც ისე ბათუმში შემოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა. აი ეს ხომალდი, რომელსაც თქვენ ახლა კარგში ხედავთ, ეს არის USS Porter DDG და ეს არის მართვადის არაკეტო გამანადგურებელი, ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. ხომალდის სიგრძე 154 მეტრია, ხოლო სიგანე 20 მეტრი, წყალწყვეტ კი 11 მეტრია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის საზღვაო ხომალდი Mount Whitney, რომელიც ბათუმის პორტში მე-5-ად შემოვიდა. გუშინ შემოვიდა ეს სამხედრო ხომალდები ბათუმში, ხოლო ხვალ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს. ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მართავს შეხვედრას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ქვეყნის პრემიერთან. ეწვიათ ჩვენს ვებგვერდებს, რომ გაიგოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მათ შორის ამ შეხვედრის შემდეგ თუ გაკეთება რაიმე ტიპის განცხადებები, ამის შესახებაც ჩვენ მოგაწვით ინფორმაციას. ეწვიათ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან, ედგაზე TGS ბათუმელების ლაივი იყო. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ დროებით.